დავიწყოთ? ვართ? დავიწყოთ. ეთერში ვართ? სალამი, აი, ხუთშაბათი არის და ჯიმი და ნიკო უნდა მეთქვა, მაგრამ ნიკო კი არის პროფესიონალი სტუმარი და ყოველთვის მომსვლელი, მაგრამ ხდება ხოლმე ხანდახან ფორს მაჟორი, ვერ მოახერხა დღეს მოსვლა საპატიო მიზეზების გამო, მაგრამ სამაგიეროდ მოგვეცა შანსი გაგვეცნო ქორი. პირველ რიგში მოგესალმებით, მაგრამ მე ნიკოს მინდა რომ მიმართო, რომ დრონი მეფობენ არა მეფენი. როდენდე უნდა იყოს შენს. როდენდე უნდა ვიდგე კამერის უკან. ხო, სინამდვილეში ნიკო არ არის ობიექტური მიზეზების გამო და ეს უცბად გადაწყდა, რომ მე ქორიმ ჩაანაცვლა. ნიკოს მაგივრად კი არა, უბრალოდ ვიყო, რომ მოусმინო ჯიმის რას ილაპარაკებს. და ქორის წუწუნის ჩვევია, თორე არ არსებობს ხელობა მედიაში, რაც არ აქვს ათვისებული ქორის. ხალხს ეთერი ჯერ რო არ ესიზრებოდა, ქორი იყო მაშინ DJ და ნასტასთან ერთად წამყვანი, ხო? ასე რომ კი ბატონო, ქორი და შეამჩნევდით როგორი ეგზოტიკური მეგობარი ყავს. რეი ბრედბერის მოთხრობის პერსონაჟი, ტანმოხატული კაცი არის. ეს არის მხოლოდ ქორის სამყაროს პეტერა ნაწილი, რომელმაც გამოაღწია, თორე გაცილები დიდი სამყაროს მფლობელია. და რომელსაც გადაცემის განმავლობაში ნახავთ. კი ბატონო, ახლა მე რომ ცოდნოდა რომ ქორი შენ იქნებოდი დღეს ჩემი სტუმარი, აქ სხვანაირად დაგხვდებოდი და სხვა სუფრას და სხვა კერძებს გავშლი. ნიკო რო შემოდის თუ რაღაც კიდევ მაგიდაზე. კი, და შენ არ გეშინია რომ ვინმე სადმე კერძში თებში არ ბოდიში და ჩაგიფურთხოს, იმიტომ რომ მე ეს თემა გასული მეგონა, ახლა შევახსენებ მაყურებელს რას გულისხმობ. იმედის ერთ-ერთმა წამყვანმა ცნობილმა მედიკოსმა და ამ სამედიცინო ბიზნესის სახებ ნინო ნადირაძემ ერთ-ერთ გადაცემაში თქვა რომ აი ეს იმაზე იყო ზიზღის ენაზე და მოკლედ ამ მიუღებლობაზე ერთმანეთის და აგრესიაზე და აი ის რაღაც საზოგადოების რაღაც ნაწილი იმუქრება რომ აი კერძებში ჩაუფურთხებთ იმ ტიპებს, ვინც ხელისუფლებას უჭერენ მხარს ან რაღაცნაირად ესეთი პროპაგანდის წარმომადგენლები არიანოს და ეს იმდენად მძაფრად განიცდის ამ ამბავს, რომ აქ ეს არც ალეგორიულად, არც ესე თქვათ სიმბოლური ჩაფურთხება, პირდაპირი გაგებით ფიქრობს, რომ მას ვიღაცა კერძში ჩაუფურთხებს და არ დავდივარო და ბევრს ვიცნობო, ვინცო უკეო თავს იკავებსო და არ შედის რესტორნებში და მოკლედ აი ამ კერძებს უყურებს ეჭვის თვალით, ხო? ხო, აი შენ რას ფიქრობ? ხო, ეს არაორდინალური სიტუაცია არის, იმიტომ რომ ახლა ეს რაღაც ფობიაც არის, იმიტომ რომ მე მაინც როდესაც ამ მუქარამ გაიჟღერა ეს ახალი ამბავი არ არის, დიდი ხნის წინ იყო, რამოდენიმე თვის წინ, რომ ვიღაც ტიპებს ჰქონდათ ეს. მე მახსოვს ეგ ამბავი იყო, მოსამართლეების შეკრება იყო, მე მგონი წვეულება დიღომში, რესტორანში და იქ აქცია რო გაიმართა, იქ თქვეს პირველად ეგ რომ ეხლა მოვიდა კერძებიო თუ რაღაცა და მე გამოიძახეს რომ რაღაცა სტრაფიკოების ობიექტიდან სხვა საჭმელი რომ იქ არ ეჭამათ. რაღაც მახსოვს რომ ეგეთი ამბავი იყო, რას თავი. ხო, მე რა არის იცი ახლა, ბუნებრივი არის რომ ვიღაცა შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ მე მაინც ეს ვიფიქრე რომ რაღაც ესეთი მუქარა არის, სიმბოლური და ამის ხო, არა, თუმცა კაცმა არ იცის ახლა ვიღაცას ისე გაამწარებს, ჩვენ ხო არ ვიცით, ხო, ვინ რისი ყველაზე პასუხს ვერ ვაგებთ. ვიღაცამ შეიძლება ასე იძიო შური, მაგრამ მე აქ რა მენიშნება, იცი, ქორი უпростоრად რომ თვითონაც გრძნობენ ისეთ რაღაცას აკეთებენ, რომ ვიღაცამ შეიძლება ასე გადაუხადოს სამაგიეროს. აქ ეს არის მთელი ისა. ასევე მაგ გადაცემაში ეს ნინო ნადირაძე ამბობდა რომ მე რაში ვარ რუსიო, აბა რა რუსეთში მაქო სახლებიო, ბიზნესი მაქო, რუსეთში ერთხელაც არ ყოფილვარო, ჩემი წინაპრებიო რუსებმა გადაასახლესო. დამემტკიცეთო რომ რუსი ვარო რა. ხო, ეგ ქონდა, ანუ რუსობა ის გონია მარტო რუსეთში უნდა იფრინო. რა საკვირველი ეგ არის, ჯერ ერთი რუსობა არის ის რომ ჩვენ გერბზე გვიწერია ძალა ერთობაშია და პარტიას და ის ივანიშვილის ხო არ დამომალია ამ პარტიის სულის ჩამდგმელი ვინც არის რომ შუა უნდა გაიკრიფოს. ანუ ესე იგი მთელი პარტიის დევიზი ასე ვთქვათ, ქვეყნის ხო არის ძალა ერთობაშია, ხო? პარტიის დევიზი არის რომ რაღაცნაირად საზოგადოება გახლეჩილი იყოს. აი ამ გახლეჩილი საზოგადოება უნდა მართოს. თორე შუა უნდა გაიკრიფოს, ეს არის გაიგე, ვინც ჩემთან ხართ, ვინც არა ხართ ჩემთან, ჩემი მტრები ხართ, ხო? აი ამას აკეთებს პარტია სიტყვაზე 15 წელი არის და ამას თვითონაც არ უარყოფენ. მე ეს რუსოს რო უძახიან, ეს რუსოს სულაც არ არის ამ ეთნიკურობის და ნაციონალიზმის ამბავი სულაც არ არის. აქ არის მართვის სტილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმა.
ახლა რა არის, იცი, რაღაც ინიციატივა როცა არის, ხო? ნებისმიერი თუნდაც საერთოდ არ იცოდა იქ რუსეთში რა ხდება და როგორ ხდება. თუ დაინტერესდები, ხო, რაღაც იმდენ საერთოს აღმოაჩენ. აი ყველაზე მარტივი რაც არის. ახლა უმაღლესი განათლების რეფორმაში რაც ხდება, ეს გაკეთებული აქვს 2-3 წლის წინ. აი როცა იკითხო იქ იმათი სპეციალისტების, ან ჟურნალისტების, ან ანალიტიკური სტატიები, ან საინფორმაციო სტატიები, ზუსტად ერთ-ერთზე იქ არის, იქაც ბოლონიის პროცესიდან გამიჯნა, იქაც უმაღლესი სასწავლებლების შემცირება, კერძო სასწავლებლების ძალიან ეს იმაში რეპრესიებში გაშვება, პროფესორ მასწავლებლების უმუშევრად დატოვება იმაზე. აქ ჩვენთან იმას კოლეჯებს ეძახიან, იქ პტუ არის პროფესიული ტექნიკური სასწავლებელი. აქცენტი იმაზე, რომ რაღაც რაც შეიძლება ცოტა უმაღლეს დამთავრებული იყოს და რაც შეიძლება მეტი იყოს, აი ესეთი დაბალი შედარებით კვალიფიკაციის სპეციალისტების. ამაში არის ეს, ხო, დამოკიდებულება გარესამყაროსთან, ხო, რუსეთთან დამოკიდებულება, ისა დასავლეთთან, ვინ ჩენი მოკავშირე იყო, იმათთან დამოკიდებულება. ყველა ვინც რუსეთის ის ოპონენტი არის, შენი ოპონენტი გახდა, ხო? და შენ ერთადერთი ნორმალური ურთიერთობა გაქვს რუსეთთან. რაღაცნაირად სხვა ჰარმონია გაქვს. მაგას ვამბობ, რუსობა ეგ არის, რომ ყველა შენ მოწინააღმდეგეს ან კრიტიკოსი ვინც არის, მტერს უწოდებ. ადამიანი რომელიც მშვიდობიანად დგას ქუჩაში და არანაირი ძალადობრივი პროტესტის მონაწილე არის, კანონის სულისკვეთებაა რუსული. ციხეში მიყავს. ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს ციხეში სვავ, ჯარიმას აკისო 5000 ლარებს. ეს არის რუსობა. თან 5000 ლარი ხელფასები ვერ გაზარდეს, ეგრევე ჯარიმები გაზარდეს და ადრე როგორი რაღაცა არის, იცი ახლა გინდა თუ არა ჩვენ ვიყავით იმ იმპერიის ნაწილი და ბევრი რამე რაც ხდება, ხო, სულ გაგირბის თვალი რომ შეადარო, იქ როგორ არის, იქ როგორ არის, ხო? გახსოვს ერთი პერიოდი სასაცილოდ იყო და სრულიად წარმოუდგენელი რაღაცა იყო, იქ რომ ქუჩაში რო ადამიანი დადგებოდა სრულიად ისა მოთხოვნების გარეშე, უბრალოდ დგომის გამო, ხო, იჭერდნენ. ამ ფურცლით რო თეთრი ფურცლით რო იდგა, ხო? და თან ეს ერთმანეთს ერთი უგებს, მეორე ისა ლაპარაკობს, რომ აი რამდენ ხანში მოვა, როგორ ფიქრობ და ეს რო ეუბნება, აი თვალწინ მიდგას ეს კადრი, ის დგას ეს სუფთა ფურცლით და ეს ვინც უგებს იმას ეუბნება, რომ ნეტა რამდენ ხანში მოვდნენ და უკვე მორბისო. ხო, აი უკვე ესეთი რაღაცები ჩვენც არ გვიკვირს. ეს ჩვენ არ გვიკვირს და ხო მე ის გამახსენდა ეს თავიდან მეგონა რომ რაღაცნაირად თვითონაც ამას ხუმრობით იტყოდა და ნუ არანაირი ხუმრობის არ ემჩნეოდა სერიოზულობით ამბობს რომ თავს იკავებს ამ რესტორნებში სიარულისგან რომ ამის ეშინია და მე ის გამახსენდა სახარებიდან ის ციტატა რომ რაღაც სიტყვაზე არაჰიგიენური ბევრად უფრო უარესი არის იმაზე ეს პირში შეიძლება რაღაც არაჰიგიენური დაუბანელი ხელით ან გაურეცხავი რაღაცა ჩაიდო იმაზე ბევრად უარესი არის პირიდან ამოსული ხო ის ნივთი არის საგანი არის ამ მონელების სისტემას გაივლის და ერთი ადამიანის პრობლემა არის და რაც პირიდან ამოდის ის გულიდან ამოდის და სხვის გულებს მიემართება და სხვის ტვინებს მიემართება და უფრო მასიური მოქმედების არის ხო აი იმ რაღაცამ სიტყვაზე რაღაც ერთმა კონკრეტულმა ნუ ძალიან ესეთი არაესთეტიურია და არაჰიგიენურია ერთმა ჩაფურთხებულმა ერთი ადამიანი შეიძლება დააზარალოს და რაც ცუდია მაგრამ შენმა ნათქვამა აი პროპაგანდამ აი თან ესეთი გავრცელების საშუალება რო გაქვს და კარგად დაფინანსებული რო და რაღაცა ხო მილიონებს წამლავს და მე ვფიქრობ რომ ამას თვითონაც გრძნობენ და იმიტომ ახლა მე რო ვინმე დამემუქროს იმის გამო რომ რაღაცა აი სიტყვაზე არასწორი გავაკეთე ტრანსპორტში მოვიკეცი და ვიღაცამ რომ მითხრას რომ აი შენ ახლა მე იქ რესტორანში რომ მოხვალ ან სადღაც იქ იმაში შაურმას რაღაცას ჩაგიდებ რაღაცას იმას და ახლა ვიფიქრე რომ კაცი განწერდა და რაღაცა თქვა მაგრამ აქ ისეთი რაღაცა აქვს ნაკეთები და იმდენი ხნის განმავლობაში ხო აქ რაზეა ლაპარაკი ხალხი ტყუილაძის ციხეში მოდი ასე ვთქვათ რა ახლა ტყუილად არის ჯდომა ის რომ პოლიტიკური კონტექსტი რო გამოაცადო მაგალითად მზია ამაღლობლის ამბავს ხო არ უნდა იჯდეს ციხეში არ უნდა იჯდეს ციხეში ამას თვითონაც ეგენიც აღიარებენ იმიტომ არის ახლა რომ დათქმებს რო იწყებენ რომ აი ის განცხადება დაწეროს და აღიაროს და მოინანიოს და ის ისტორია უამრავი ეგეთი რაღაცა არის იმიტომ რომ გაცილებით უფრო მძიმე დანაშაულისთვის ხო თუ პოლიტიკური შემადგენელი არა აქვს და რაღაცის ბექგრაუნდი არა აქვს არ უშვებენ ციხეში ეს არის ხო ამ კანონებს იღებს ხო რუსული კიდე რა არის
რა ფორმითაც და რა სტილითაც პარლამენტი კანონებს იღებს, ხო? ეს წარმოუდგენელი ამბავია. გუში რაღაცა მოხდება, დღეს იმაზე რეაგირებენ და საიმოს მეინტერნეტ კანონებს იღებენ. აი დღეს მიხვდნენ რომ რაღაც კანონი, მოდი ეს არ მოგწევს რაღაც კანონი გიშლის ხალხს, მოდი კანონი აღარ გვინდა გავაუქმოთ და ხო, აი დაახლოებით როგორ ეს ძალიან ორ წამში და ამაზეც ხო ვერ წარმოვიდგენთ. მე მახსოვს რომ 1 მარტის აქციები რო დაიწყო, სულ პირველი შემოტანა რო იყო, მაშინ აქტიურად ვაშუქებდი, მეც იქ ვიყავ და ჩვენც იქ ვიყავით ყველა და მახსოვს რომ სულ ხალხსაც ეგ განცდა ქონდა ვინც იქ იყო აქციაზე, იმიტომ რომ მე მაინც დამკვირვებლის პოზიციაში ვიყავი და ყველას იქ ყოფ ადამიანებს ეგ განცდა ქონდათ, რომ აი ჩვენ ესეთი ტიპის კანონებს ადამიანებს ვერ მოახერხებთ. საქართველოში ვერ გაიმარჯვებს, იმიტომ რომ უსამართლობა იყო და უსამართლობის განცდა ქონდა, მაგრამ ეხლა დღეს ხედავთ რაც ხდება, რომ საერთო წარმოვიდგინე რაღაც 1 საათში შეუძლია რომ მთლიანად ამოატრიალონ მანამდე რაც დაუშვათ საამაყოთ ქონდა. კანონს უნდა ქონდეს სული, აი კანონი უნდა ასხივებდეს სამართლიანობას, ხო? აი სრულიად უსამართლო ხო გეუბნები ეგრე 76 ის დეპუტატი თუ ყავს პარლამენტში ნებისმიერ ესე არ შეიძლება. ეს ნიშნავს როგორ იცი, არანაირი კულტურა არც სამართლებრივი, არც საპარლამენტო არ აქვს, რომ აი ასე რო იყენებ ამ ძალაუფლებას და ამ ბერკეტს. ეს არის სრულიად წარმოუდგენელი რაღაცა. რასაც აკეთებენ, ხო? აი თმებით ყალყზე დაგიდგება ისეთი სისწრაფით და ისეთ რაღაცეებზე იღებენ კანონებს, ხო და ის ჯარიმების მოცულობა ვერაფრით ვერ გააზრდებინა, აი ვერც პენსიონერების უკმაყოფილებამ დიდი არმიაა, ხო, პენსიონერების, სოციალურად დაუცველების, სხვა სფეროების მუშაკების, ხო? რამ ძიმედ ხდება ამ ხელფასების გაზრდა. ერთადერთი რაც სწრაფად ხდება თანხებთან დაკავშირებით არის მაღალი რანგის ჩინოვნიკების ხელფასები და ჯარიმები. ერთმანეთს ეჯიბრებიან, აი ესეთი შტაბეჭდილება დაგრჩება. ხო და ახლა კარგი საბაბი გვაქვს, ხორი დღეს არის 12 მარტი. 12 მარტი არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. 1919 წლის 12 მარტს შეიკრიბა დამფუძნებელი კრება, აი პირველი სხდომა გაიმართა. ეს იყო აი პირველი პარლამენტი, ასე ვთქვათ, საქართველოს ისტორიაში პირველი პარლამენტი, პირველი მოწვევის, ხო? და იქ მე ამაზე ადრე მაქვს მასალა გაკეთებული, როდესაც 100 წელი შესრულდა 19 წელს, ხო? რაღაც ესეთი არქივი ხოლმე ისე ვთქვა. იცი რა არის ის დიდი ხანია, ბოლო 10 წელია ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცეები აღარ აღინიშნება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პარლამენტისთვის მით უმეტეს, ხო? ეს არის პარლამენტი. იმდენად მნიშვნელოვანი ის არის, რომ აი მაშინ ეროვნულმა კრებამ ხო გამოაცხადა დამოუკიდებლობის ისა დღე 26 მაისი, ხო? ის მაინც ეროვნული კრება იყო და ეს პარლამენტი იყო, აი კონფირმაცია დასჭირდა და ჩათვალეს საჭირო და ამიტომ აქვს დამოუკიდებლობის 2 აქტი რო არის, ხო? მე კიდე ხელახლა ისაკნეს მიიღეს ეს დამოუკიდებლობის ისა ეროვნულმა კრებამ. ხო და თვითონ პარლამენტისთვის ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე უნდა იყოს, მაგრამ აბა ახსოვთ? მეპარება რო ახსოვდეთ. არც 100 წლის წელი რო შესულა, არც მაგ. ხო და ახლა ხო ამ დღეზე რას გეტყვი, ესე იგი, აი ძალიან თვალსაჩინო იქნება, როგორი ტრაექტორია გაიარა თვითონ იმისა პარლამენტმა სამყაროსადმი დამოუკიდებულება საქართველოს მომავლის ხედვამ, აი რა ცვლილებები გაიარა. აქ არის ხო ეს სილიბისტრო ჯიბლაძე იყო ის იმის გამო რომ ყველაზე ხანდაზმული იყო ის გაუძღვა ხო და სიტყვაც წარმოთქვა და აი ყურე პირველი სიტყვა ესე იგი ამ თავმჯდომარის პირველი სიტყვა არის აი როგორი მესიჯები წავიდა და მე თვითონ მაყურებელმა განსაჯოს აი რამდენად არის აცდენილი დღევანდელი პარლამენტი აი იმ პირველი პარლამენტისგან ის ხალხი ვინც იყვნენ იმ პირველ პარლამენტში დღევანდელი პარლამენტისგან განსხვავებით იყვნენ აი საფუძვლიანად განათლებული ხალხი. აი რასაც ქვია სახელმწიფო მოღვაწეები, ხო? აი სახელმწიფო მამები, დამფუძნებლები. ხო, აი ყურე. შეიძლება მეშლება, მაგას სანამ წაიკითხავ, ფოტოც რო არის. ფოტოც არის. ეს კარგად არის კი. ხო, ეგის ფოტოა, ხო? ყველა ერთად. აი ეს გამხსნელი ფოტოთა, აი ეს არის. ყველაზე ეს დღე არის კარგად. იმისგან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი თარიღისგან განსხვავებით ეს დღე არის კარგად ასე თქვა და დოკუმენტირებული ხო და აი ესე იგი უყურე როგორი ესეთი მესიჯები არის აი დღევანდელი ეპოქის შესაბამის გეგონება იმის გზავნის ხო სალამი დიდ ბრიტანეთს ამ აკვანს დემოკრატიისას
აღარც დიდი იქნება და აღარც ბრიტანეთიო დღეს ამბობენ. ნებავინბეძე მივეცალმო საფრანგეთს სამშობლოს რევოლუციისას, სადაც ეს მონარქია და რესპუბლიკა დაემხო და რესპუბლიკა გარჩა. ნებავინბეძეთ მივესალმო ამერიკის ბუმბერას შეერთებულ შტატებს სამშობლოს თავისუფლებისას. აი ჟრუანტელი მივლის რო ვკითხულობ. მივესალმო პატარა შვეიცარიას ყველა დევნილთან ფარველს. მე მწამს, მე მჯერა რომ დიდი და მაღალი კულტურა ამ კულტურული სახელმწიფოებისა მოხფენს თავის ძლევამოსილ სხივს ჩვენს ნორცსა და პატარა რესპუბლიკასაც. აი ნახევარ წუთში არის ჩატეული მთელი საგარეო პოლიტიკა და რა გვინდა და ვისგან რას ველოდებით. აი ახლა რაც ჩამოვთვალე აქედან, ხო? ყველა არის ახლა მტრად გამოცხადებული. ხო, ალექსანდრე ლომთათიძე აირჩიეს ეს იმით მოადგილეთ ის ხო და მისი სიტყვაც არის უყურე კარლო ჩხეიძე აირჩიეს თავმჯდომარედ და ლომთათიძე მოადგილეთ ჩვენ გვინდა ხო ეს და ლომთათიძის სიტყვა არის ჩვენ გვინდა აზია დავტოვოთ ევროპის საერთო ხალხთა ოჯახში შევიდეთ და ჩვენი ძალით და სხვისი დახმარებითაც და თუ ეს დახმარება ვიზგმესგან გვეღირსება გავხდეთ სწორუფლებიანი წევრი ევროპიულ ხალხებთან ევროპიულ დემოკრატიათა და მათ სახელმწიფოთა საერთო ოჯახისა ჩვენ გვინდა რომ ეს გაიგოს ყველამ და გაუწიოს მას ანგარიში აი ეს აზია დავტოვოთ აზიას დატოვებაში ნოეს ჟორდანიას სტატიაც არის და სხვების სტატიაც არის რუსეთი რა რუსეთის წიაღიდან გამოსვლა არის ხო აქაც აი როგორი ლაკონიზმი არის და როგორი ზუსტი მესიჯები არის ხო მე აი ეს მითები რომ აი მიატოვეს ამათმა ძალიან მაგარი ხალხი იყვნენ გულანთებულებიც და ესეთი ბრძენი და ნასწავლი და ეგეთი 130 წევრისგან შედგებოდა ხო 110 წევრამდე 106 თუ 107 წევრი აი ის იმის დროს ოკუპაციის დროს არ წავიდა დარჩა აი აქ ჩამოთვლილთაგან ხო შეეწირან ნაწილი აი წარმოიდგინე 130-დან 110 თუ 108 დარჩა წინააღმდეგობის გაზ იატაკქვეშა და იმებში რო კითხო ახლა ვერს ხო აი ესე იციან რომ სტერეოტიპულად ყველა წავიდა და ის ხო და აი როგორი ის არის არა რაღაცნაირად ეს გულის მომკვლელი ტრაექტორია არის აი ეს გინდაც დავარქვათ ამას პოლიტიკური კულტურა და გინდაც რა ვიცი სახელმწიფოებრიობის განცდა როგორი ცოდნა ქონდათ რა უნდა და ვინ იყო მეგობარი ვინტერი იყო საიდან მოვდიოდით და სად უნდა წავსულიყავით და დღეს ყავს ახლა იმის გამო რომ მოხდა მედიაში ხო აი ზარკუასნაირი დეპუტატები ყავს ხო ზარკუაზე ხა წეღარას გეუბნები როგორი უიღბლო ადამიანი უნდა იყო რომ წამერე მონაკოში ჩახვედი ხო ისა მოკლედ ხო გაუბაზრდა მიმოწერა არ ვიცი ის ვიღაც ბანკერი იყო თუნდაც არ არის ავთენტური ჯერეგეც არ ვიცი მე პირადად მარასას ცილე მიმოწერა და ამის ხმას რო გავს ვოისები და იქიდან იმის ქალის კრასატულია ვახსენდევას კრასატულია ხო და მოკლედ ეს როგორ აბამს მაგრამ მაგას გეუბნები როგორი უიღბლო ადამიანია რომ მონაკოში წავიდა ვიღაცას გასართობა და შემთხვევით ვიდეოში აი ესე იღებდა ვიღაც ადამიანი დაინახა დუბაიში წავიდა ცემეს აქ ვიღაცა გაიცნოდა ეგეც გაუბაზრდა აი საერთოდ არაფერში არ გაუმართლა არაფერში გარმა ეს ბიჩ ხო არა ეს ხო და შენ კრასატულიაზე ამბობდა ჩემთვის ყველაზე საყურადღებო და მნიშვნელოვანი იყო არა გოსლუჟაში ბიჭო აი როგორც ასაკით არ არის დიდი ანუ ჩემი თაობა არ არის ჩემის მე შემდეგი არის ანუ ჩემსაც დიდია ბიჭო გეგონება ისა რომ რატო გვეძახიანო აი იმათი ტერმინოლოგია არის აი მაგალითად რუსი სახელმწიფო მოხელე როგორც იმაშვება თავის იმით სივით და იმით რომ ბლატაო ეხა ალბათ ეხა ეგრე ვიღაცამ ჩემ ვოისებსაც რომ მოусმინოს ვიღაცას რომ ველაპარაკები ეგრე იტყვის რომ და შეიძლება სიცილით მოკვდეს და სიცხვითაც დაიწეს ეხა სხვისი იმების მოსმენის მაგრამ მან სხვა ამბავი იყო კიდე ეს მენატრების რო მე შინაარსი აი შინაარსობრივად რაღაცები ძალიან სასაცილოა ეგ რიცი რა არის ვიღაცას კარგად გამოდის ვიღაცას ცუდად ვიღაცას კრინჯობა ვიღაცა ესია ხო ეგ კიდე იქით იყოს იმის გამო რომ სახელმწიფო მოხელი არის საზოგადოების წინაშე რაღაც მეტი პასუხისმგებლობა აქვს ანგარიშულ ვალდებულება აქვს და ასე შემდეგ ხო ეს არის მნიშვნელოვანი თავის თავს როგორ უყო გოსლუჟაში აი გოსლუჟაში ამან მომკლა რა რომ აი ეს არის სახელმწიფო მოხელე ვარო რა სახელმწიფო მოსამსახურე ვარო და აი უჩასტკოი ვარ ან რო თქვას ან ეგეთი რაღაცა ხო და
თითქოს აი ამაშია საქმე, ხო? შეიძლება რუსეთი არც უნახავს ესე იმათ, ან ხანგრძლივად არც უცხოვრია, არ ვიცი, ვერ დავდებ თავს, მაგრამ აი რაღაც იქაური საბჭოთა რაღაცა ეს რუსული რაღაც მენტალიტეტის ამბავი არის, რომ ეს ბიჭო, აი დარწმუნებული ვარ, ბევრი სხვა ტიპი დამალავდა ამას, ხო? რომ რა ვიღაცას რატო უთხრა მე ჩემი სამსახური ვინაო რაღაცა. რა იყო კიდე ვიღაცებს რომ მიიმართავდა ინგლისურად? My brother. So for my friend, my friend, how are you? Kidding me, that's Are you kidding me? ფრანგულათაც იმას სალომე ზურაბიშვილს რო იმაშვებოდა. ხო და აი წარმოიდგინეთ, აი ლომთათიძიდან, აი სილიბისტრო ჯიბლაძიდან, აი კარლო ჩხეიძიდან უცბად არ ვიცი ამას ეს ორმოში ჩავარდნაც არ ქვია, აი მარიამის ღრმული ყველაზე დაბალი ის, აი რაღაც ამ ტრაექტორიით წამოვედით ხო და ნუ ძალიან ეგეთი ის არის რა. ხო და ისა ამ სისტრაფეზე გადაწყვეტილებების მიღების სისტრაფეზე კიდე რამ გამაკვირვა, იცი? ახლა ისიც დეპუტატი იყო და ახლა არის სუსის უფროსი. ამ უკვე მდინარეზე დააწინაურეს, მაგრამ უყურე როგორი რაღაც არის. არ ვიცი ახლა ამ იმას წოდებებს, სამხედრო წოდებებს. ეგ არ ვიცი საერთოდ ვერ ყვევი. წოდებები რას უშვება ადამიანს, რაღაცა? ნუ აღარ რა, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი და რა? ხო და მაგას ვამბობ, ყველა მიცის რომ მე კაცი არ არის ჯეიმს ბონდი. მაგას ვამბობ. ხო, ყველა მიცის. არ არის იცლება ჩემთვის. არ ვიცი, ვისთვის იცლება, ხო და უყურე, ხო, ესეც არ ვიცი ახლა რო ვთქვა, რომ ზუსტად არა ვარ დარწმუნებული, მაგრამ ესეც ის არის რუსეთში ახლა მაგალითად ის შოიგუს მოადგილე რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი. ომი რომ დაიწყო, ვინც იყო თავდაცვის მინისტრი, აი პუტინის მარჯვენა ხელი მეგობარი, ის ერთად რო დადიოდნენ სანადიროთ და რაღაც ის ტუველი არის ისა და იქ ციმბირში და რაღაც ეს ირმის ნორჩირქებით და რაღაც მოკლედ შამანიზმით და თევზაობით დადიო, ძალიან ესე გადაფსკვნები რო იყვნენ, ის მოხსნა იმის გამო რომ ეს ძალიან არაწარუმატებელი ის იყო მისი წლები ამ იმის ომის ხო და შეცვალა და ახლა იჭერს მის მოადგილეებს, ნუ უფრო ქვემოთაც, მაგრამ მისი მეოთხე მოადგილე დაიჭირეს. ხო და ეს მეოთხე მოადგილე არის არმიის გენერალია. ის ჩრდილოეთ კავკასიიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან არის. ალბერტ, ხო, ცაკალაევი თუ რაღაცა ეგეთი გვარი აქვს, ხო და რატო გამახსენდა ეს? არმიის გენერალი არის და რო წავიკითხე მისი ბიოგრაფია, ხო? ის იმაში ორჯონიკიძეში ვლადიკავკაზში აქვს დამთავრებული რაღაც უმაღლესი სასწავლებელი ფინანსისტი იყო, სულ ფინანსები რაღაც იქ აი ესეთი ისა და მე ამ შოიგუს და ამის გზები გადაიკვეთა საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იყო. იქ დაიწყო მუშაობა რაღაც ფინანსური იმაში და ნუ მე ეს რო გადაიყვანა, თან წაიყვანა. რო ჯერ იქ იყო მოსკოვის ოლქის გუბერნატორად რო დაინიშნა ეს შოიგუ, იქ წაიყვანა მოადგილე. მე თავდაცვის სამინისტროში რო ანუ არც ეს ყოფილა ისა სუვოროვი და ფინანსისტი და რაღაც, მაგრამ იმის გამო რომ ბლატი ქონდა და იქ ის იყო არმიის გენერალი რამხელა წოდებაა, იცი? უყურე ესე იწყება სამხედროების წოდება. ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი, მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი, გენერალ-მაიორი, უკვე ის არის გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი და მერია გენერალ-არმია. იმის იქით კიდე მარშალია. ხო და თუ რა შეხედა უკეთებს უკანა კაცი არის, არაფრით არ იფიქრებ, რომ ის არის ნაპოლეონიანის მარშალი ნეი და რაღაც ეგეთი და აქ ახლაც ეს მდინარაძეც ხო აგერ გუშინ დეპუტატი იყო ალეკო ელისაშვილი ეჩხუბებოდა ხო და ადვოკატი და ხო იურისტი და არც ის უნარები ქონდა მაინც და მაინც ხო გახსოვს ისა ტრუსკავეთში არისო მიშავ ანუ მაშინდელი სუსი არ თვლიდა საჭიროდ რომ საქმის კურსში და ისე იცოდნენ რომ სააკაშვილი საქართველოში იყო და ამას უთხრეს რომ ტრუსკავეთში არისო ესეთი კაცი გახდა სუსის უფროსი ნუ რაღაცა დაინახეს მაშინ რომ აქვს მაგრამ აი რა საჭიროა ესე ტაშის დაკვრით ის წოდებების ისა მიყრა მე მგონი ახლა ვიცე-პოლკოვნიკი არის რომ დაიწყო ლეიტენანტიდან დაიწყო და აი კაპიტნიდან და მაიორს შორის ერთი დღე იყო აი 25-ში მაიორის ის კაპიტანი მე მაიორი და ახლა ხო შეიძლება რომ ამას ითხოვს თანამდებობა გაიგე რომ თანამდებობაზე უნდა იყო აი როგორ იყო იცი ახლა მე ძალიან წილი მე მახსოვს პოდიში აგერ
ერთი დღე იყო რომ ამბობდი ის რა ქვია 90-იანებში აი სასულიერო პირები რო ხდებოდნენ ხო ერთი დღე ხდებოდნენ დიაკვნები და მერეგრები მღვდლები რა იმიტომ რომ იმდენად მცირე იყო მსურველი რომ სწრაფად ხდებოდა მღვდლების კურთხევა და დაახლოებით ხო სამხედრო ახლა ყარყარაშვილი გამახსენდა ყარყარაშვილიც საქართველოში რო ჩამოვიდა გერმანიაში მსახურობდა საბჭოთა ის არტილერისტი იყო არ ვიცი უფროსი ლეიტენანტი იყო თუ არ ვიცი კაპიტანი იყო რო ჩამოვიდა საქართველოში და ნუ ჯერ გერმანიიდან გადმოიყვანეს ჯულფაში თუ სადღაც აქა სომხეთში იყო იქ ირანის საზღვართან და თუ აზერბაიჯანი მოკლედ და მე საქართველოში და მალევე გახდა გენერალი მაგრამ ეს იყო მეომარი კაცი როდესაც ფრონტზე არის ის ოფიცერი და იბრძვის ხო სრულიად ნორმალური არის წარმატებული ოპერაციების მერე წოდების მინიჭება. აქ არ ვიცი ახლა როგორი წესი არის ამ სპეცსამსახურებში ახლა იმ გივით არ გამაძეს რომ დაიბარებს ამის გამო წოდებას თუ უმატებენ კარგად ყოფილა საქმე და ხო არ ვიცი იცი მე იმაში საბჭოთა ჯარში რომ მსახურობდი იქ ვიცოდი რომ აი რაღაც სიტყვაზე პოლკის მეთაურის ხო ის არის ესე იგი წოდებასაც შეიძლება მაიორიც გახდეს მაგრამ ნუ პოლკოვნიკის თანამდებობა არის და მაიორი რო ხდება პოლკის მეთაური ნუ რაღაცნაირად სისტემა იძაბება ისე რომ ეს მაიორს მიცენ სწრაფად მიცენ ეს წოდება რომ ისაქნა ან დივიზიის მეთაური რო არის პოლკოვნიკი ის იმას ნიშნავს დივიზიის მეთაურად რო დანიშნავენ მალე უნდა გახდეს ის გენერალი რო გასწორდეს ეს ამბავი სპეცსამსახურებში ესეა თუ არა არ ვიცი მაგრამ ნუ ცოტა კომიკური არის ესე რომ ნუ არ ვიცი ეგრე ხო შეიძლება ის რუსებს ის გამონათქვია სვაძებნი გენერალი ქორწილის გენერლები რო არიან ხო ახლა ეს კაბინეტიდან გამოუსვლელად რაღაცი ხო იცი რა არის ასევე მენიშნა რომ სასაცილო იყო ის შინაგან საქმეთა მინისტრი რო იყო გომელაური ისიც ხო იმის დაცვის უფროსი იყო მოკლედ უფროსი იყო თუ არა არ ვიცი მაგრამ ხო და ისიც გენერალის პოლკოვნიკი თუ რაღაცა გახდა ხო არ ვიცი ახლა რა ვიღა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს დაიბარონ და რაც უნდა გახანა ხო ამ დროს ასევე სიმპტომური ამბავი არის რომ აი ახლა შენ რო კითხო მეც დაინტერესებული ვარ აგერ თომასაც რო კითხოთ ხო ქორის თომაცვლის თომაცალკე მოვადრო და შენიჭდები ამათ კამერამენებს ხო იცი მე მათ ისეთ ბედი მაქვს რომ აი რო გითხრა ახლა მე შენ სამი ქართველი გენერლის მოქმედი გენერლის სახელი და გვარი დამისახელებ ვერ დამისახელებ ვერც მე დავასახელებ ეს ძალიან ცუდია ჯარი როგორი რაღაცა იცი არ არსებობს ქვეყანა სადაც რომლის საზოგადოებასაც რომლის ხალხსაც ჯარი არ უყვარს ხო აბა ვიცით არ ვიცით რაღაცნაირად უკანა გაწეული და ვიღაც ისინი ოპერმუშაკები და რაღაც ისინი ვიცით ყველამ ხო სახეზე ცნობენ ისა ვინ არის და რაღაცა ხო და ნუ ესეც ის არის არ ვიცი ხო ამ დროს ხო ჩვენ ამ გენერლებზე გამახსენდა ხო არც ბრძოლის უნარიანობა, არც სამხედრო ტრადიციები და ბრძოლის ტრადიციები არ გვაკლია და რა არის იცი ხო ყველა დავაბნიეთ ჩვენი მტერიც და მოყარეთ ამ ჩვენი ორიენტაციით ეს მტერი ვინ არის, მოყარე ვინ არის, მოკავშირე ვინ არის და მოწინააღმდეგე ვინ არის. ერთადერთი რითაც შეიძლება რა ვიცი თუ სწორი სიტყვა იქნება საზოგადოებამ თავი დაიმშვიდოს არ არის კაი ინფორმაცია, მაგრამ მაინც იძლევა აი იმის შტაბეჭილება რო შეგვექონას აი რა ტენდენცია არის. ჩვენებსაც ქონდა იმას ჩვენი რუსულენოვან პროექტს ეხო კავკაზას რუსეთში რამდენი სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული ქართველებზე რომლებიც უკრაინაში რუსეთის ყველაზე მეტი და აი მრავალ ასეულ მილიონიანი ქვეყნები რომლებიც დახმარებას უწევენ უკრაინას იმაზე უფრო მეტი არის ჩვენი არის დაახლოებით 180 არის დაუსწრებელი განაჩენი ის გმირები რომლებიც დაიღუპნენ დაიჭრენ და რაღაცა ეს ცალკეა რამდენი იბრძვის მაგრამ აი ეს რომ რუსეთი პერსონალურად პიროვნულად იცნობს მათ და მათზე იმას დევნას აცხადებს ხო ეს არის ძალიან სიმპტომური შტამბეჭდავი არის რაოდენობა და აქ რა ვიცი ახლა ეს დაუდასტურებელი ეჭვი არის რომ ვიღაცა ექსპერტებიც გამოთქვამენ ამას რომ აი ამ რაოდენობით რო იცნობენ შეიძლება სხვა ქვეყნებიდანაც არიან ბევრი მაგრამ შეიძლება აი ჩვენიდან ვიღაც ტიპები აწვდიან თანამშრომლობენ და ზუსტი მეტი ინფორმაცია აქვთ ხო რაც ეს კატასტროფაა და ცუდია. ეს არ ვიცი ეს ახლა ამ ინფორმაციის გადამოწმება ძალიან რთულია. მით უმეტეს ვიცით როგორ მუშაობენ იმასთან საზოგადოებასთან და მედიებთან, მაგრამ
ნუ აი ეს ძალიან ის არის. კარგი. მე რაღაცა სუგისმენდი, მაგრამ კიდე გაქვს რამე თემა. ანუ პრინციპში ახლა იმის გამო რომ ფორს მაჟორი გვაქვს გვეპატიება ცოტა ეს მოკლე გადაცემა და დღეს ახლა სტუმრის ფუნქციები შეითავსე და მოიცადე ერთ შევიდე რადიო თავისუფლების გვერდზე და წავიკითხავ. ეხლა მე წავიკითხავ კომენტარებს. ხო. და შემდეგზე კაი კომენტარები დაწერე. კი და ეს ნიკოსთვის იქნება ისა მაგალითი როგორ უნდა წაიკითხა. კოქორი რაღაც განსაკუთრებით. ეს კაი არის. 2020 წლიდან უყურებ ამ გადაცემას და პირველად არ დავეთანხმე ჯიმისო. ესე უნდა წავიკითხო ყველა ხო რენდომში. ახლა ყველა ხო რამოდენიმე ახლა ყველას ხო წავიკითხო. აბა რატო არ ეთანხმება ჯიმის? ყველა ხალხს ყავს ისეთი მთავრობა, როგორცაც იმსახურებს. როგორც არ უნდა უარყოთ ეს. ფაქტი ისაა, რომ საზოგადოება თვითონ ქმნის პოლიტიკურ კულტურას. ერთი მუჭა ჯგუფი თუ პროგრესულად მოაზროვნე იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოება შემდგარია. ბელარუსმა ხალხმა კი საერთოდ ვერც ვერაფერი ვერ იქნა და გაქცევა არჩიესო. დასკვნა რა საზოგადოება ის მთავრობა. ხო, ახლა აი ჩვენს გადაცემას ახლა განკითხვის დღე ქვია, აი განკითხვა ეგეთი უნდა, მაგრამ ჩვენ მაინც ესეთი ისა ვართ, ლიბერალი გამკითხავები ვართ. ცნობილი ლიბერალი გამკითხავები ვართ, იმით ვართ ძაფის მათრახებით მე და ნიკო. ხო, არ ვიცი მე არ ამგონია, იცი რა არის? აი იმაში მეფისტოში კლაუს მანს აქვს იქ რომ აი იქაც იძახდნენ ეს რომ აი იქ გერმანიაში 30-იანი წლების გერმანიაში იძახდნენ რომ გოეთეს და დიდი გერმანულ კულტურას ჩვენ არ დაგვემართება ესეთი რაღაცა. იტალია კი არა ვართო, იტალიაში უკვე ის მუსოლინი იმაშვებოდა და რა დაემართათ? რავი, ჩვენც ეგ განცდა გქონდა რა, ჩემ სამეგობროსაც მეც ახლა სამსახურის გარეთ რავი, ხო, ჩვეულებრივ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და რაღაცები მткиვა და გამიცდა. რაღაც მომენტში მეც ეგ განცდა. კი, მესმის რომ ის რაც ხდებოდა ბელარუსში, ჩრდილოეთში ან ბელარუსში ან რუსეთში და რაღაცა მე მეგონა რომ ეგ არ მოხდებოდა ჩვენთან რა. აი მაგის გამო აი ტროტუარზე დგომის აი 2 წლის წინ ან შარშან რო ეთქო ვიღაცას რომ ადამიანს დაიჭერენ ტროტუარის გამო 4 დღე ჩასვამით ციხეში და ვიდეო კადრებში ჩანს რომ ეს ადამიანი ხელს არავის არ უშლის. ქალაქები გადაადგილდებიან ჩვეულებრივად, დაბკოლებას არავის არ უშლის. არც პლაკატი არ აქვს გაშლილი, დგას უბრალოდ თავისთვის. ამის გამო ციხეში 4 დღე შეიძლება იჭდეს. მოვიტყოდ რომ აი ეხა მართლა რაღაცა საბჭოთა კავშირი ხო სადა აი რუსეთსაც კი არ ვახსენებდი რა უფრო უარეს რაღაც აი ცუდ და ბნელ პერიოდს რა პირველი ახლა ხო ახლა რაღაც პასუხისმგებლობა კი არა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა საზოგადოებაზე მაგრამ ნუ ახლა ყველა ფასებზე ქონდათ წინა გადაცემაში ფასების შედარებისას ლარებში კი არ უნდა გადაიყვანო ხელფასთა ცხოვრების დონეს უნდა შეადარო ისე გასლაპარაკე შეფარული პროპაგანდა სკალირება უნდა გააკეთო თორე ის რო არის ევროტური არ არის სასაცილო ფილმი რო არის იქ ბრატისლავაში რო ჩადის და ის რაღაც $1 სასტუმროს რო კითხულობს რო გააჩნია ხო აბა სულ პრობლემაა უპატრონო ძაღლები ჩვენთან მართლა ყველაფერს კანონით ხო ვერ აკრძალავენ ცოცხალი არსება რომ მოგბერძდება გარეთ აგდებს საკუთარმა სინდისმაც ხომ უნდა დაგიშალოს რაღაც ადამიანო ეგ-ეგ. კი ბატონო, როგორც ადამიანზეა გაქვს პასუხისმგებლობა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა არის. თან ეგ როგორი პასუხისმგებლობა იცი? ჩათვალე ხა მე სუგრიკა მყავს მე 12 წელია უკვე რა და უკვე მოხუცებული თან ლაბრადორისთვის 12 წელი ხო იცი როგორია უკვე სახსრებით ტკივა ეპილეფსია თან და ყოლილი პატარაობიდანვე და ნუ მოკლედ სუფერებაში და იმაში ვართ რა და უკვე ეშინია ოთახიდან ოთახში მარტო გასვლა სულ თან უნდა ზდიოდა რაღაცა და ოღონდ მთელი ცხოვრება ბავშვი არის ეგ არ არის რა რაღაცა 2 წლის მე 3 წლის მე რაღაც ჭკუას ისწავლის აი სულ მოფერება სულ ცანცა თავის თავს ვერ უვლის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მე არ ვიცოდი ხა მე ბობო ეგრე იყო რომ რაღაც 12 წლის წინ Facebook-ზე დაწერე რომ როგორ მინდა ძაღლი თქო და მეორე დღეს მეგობარმა მაჩუქა ეგრე რომ არ გაუფრთხილებია მომყავს და რაღაცა რა და თან ისე მაჩქო რომ უარს ვერ ვეთყოდი თან მართლა მინდოდა მაგრამ მე რაღაც 2 დღეში მივხვდი რომ ეგ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდი ბოლომდე ჩემთან და მე დედა ჩემი ულის ეხა უფრო ვიდრე მე რა პრინციპში რა ეგ ძალიან ისე სუსახში თუ არ ხარ მუდმივად ძალიან რთული არის თან ეგეთი დიდი ძაღლი ხა ცოტა პატარა ტანის ძაღლები კიდე მარტივეში მარტო ჯიბეში ჩაისვა და მგზავრობის დროსაც აიყვანო თვითფრინავში და ესა ხა ეს ეცოდება სხვა ქვეყანაში რომ მიფრინავ იქ სადღაც როგორ შეუშვა იმ რაღაც ჩემოდნებში და იმეებში ცოდო არ ხოლმე და ამიტომ თან დიდია ხო და ეგ პასუხისმგებლობა არა გვაქვს გონია რომ ფოტოებში რო ჩანან ეგ ფოტოებში გვინდა ჩვენც მაგ ფოტოების ნაწილი ვიყოთ რა რომ რაღაცა Facebook-ზე გამოვდოთ და სინამდვილეში მაგას უკან იმ ხელა პასუხისმგებლობა მოყვება რომ მეტი არ შეიძლება და რავი ხო კარგი არის თუ რაღაცები
შეიცვლება. დღეს ქორი არის ფორმაშიო, არ ვიყავი. მე მგონი არც დღეს არა ვარ. ჩვენი ფორმაში. მგონი დროა მელოტები აიგზალოს, თქვენი თეორია უნდა ახდეს. თქვენ რა თეორია გქონდათ? არ მახსოვს რა მელოტებზე რა. არა, უყურე იმ სერიალს. კი არა და ფილმს Sinners. შენ უყურე რა. კი, უყურე. მანდარი ხო ნიკომ რომ ამოჭერი თუ მე საერთოდ მე მიყვარს გიცერს რა. ჯიმი სპოილერის მერე პატარა ბავშვს რომ ცუც აქცენტს ასრებერ სახე. კი, ეგეთია და ამ დროს იცი რა არის. მე მიყვარს სპოილერები, კი არა და რომ მეუბნებიან შინაარს ფილმის, უფრო უყურებ. შეიძლება ეგ მნიშვნელოვანი საკვანძია, მაგალითად დეტექტივზე თუ მიყვები, არ მითხრა ვინ არის, მკვლელი ან რაღაც, აი, თავარის არ გამოსა. ამბავი შინაარს თუ კარგად მომიყევი, უფრო მაინტერესებს. ხო, მაინც ის ხო არა, რაზე მნიშვნელოვანია როგორ ხდება და რაღაცა და ახლა ეს სინერი თან იქ ისეთი ჩახლართული და ისეთი ისინი არის რომ ერთი სპოილერი ვერ გააფუჭებე. აი ხო. გავედით არა? მე მგონი ის არის დიქტატორი რაღაცა. სინერს ერთხელ საყურებლად ნორმალური ოსკარის ფილმია ხო ანუ ეგრე არა. ბევრი кайფი. ვაიმე, ახლა ის უყურე ერთხელ საყურებლად ნორმალურია რო ამბობენ. რაღაც ფილმს რო ნახა მოგეწონება შეხედავ და 3 საათი და 10 წუთი, 4 საათი და რაღაც 20 წუთი. აზარდეს ხა ძალიან. როგორ გინდა? ეგ კი არა, ისინი ინტერვიუები არის უკვე ეგეთები ხო და არ ვიცი. ხო, მაგრამ ინტერვიუებს და პოდკასტებს და იმებს აჩქარებ და რაღაცა აი ფილმის აჩქარებამდე ჯერ არ მაგრამ მე ხა ცოდო გამხედრებს თუ კინოში არ ვარ კომპიუტერსა თუ უყურებ ვახვევს კავკაზე მაქვს დაჭერილი ხელი და ფილმსაც აი თუ ხვდები რომ ლოდინის სცენარი რაღაც აი მოლოდინი ვიღაცა კარზე კაკუნია და ეს ელოდება 20 წამი ვახვევ მას რომ გააღოს დროს მე რომ ფილმის გადახრება ეგ ცალკე მე მგონი ADHD ფილმ უყურე კინოს სინეფილებისგან ჯერ რომ ტელეფონში და კომპიუტერში ფილმს უყურებთ ეგ არის დანაშაული და ახლა გადახვევით ეგ გოგი გვახარია სული გამოგეცხადება და დაგახჭობს ეგრევე ხო არ ვიცი რა ბოლო ერთ კომენტარსაც წავიკითხავ და 10-15 წლის მერე და უფრო გვიანაც, მაგრამ მაგარი მოსასმენი იქნება ეს გადაცემა. ფაქტობრივად ყოველდღიური ისტორიაო და შევიფეროთ და გავუძლებთ ჩვენ დროს. კაი დღეს ესა ვაპატიეთ თუ რაღაც მოკლე იყო, არც 9 საათზე მეტია მე მგონი. ხო. ხო და იმედია ნიკოსაც ყველაფერი კარგად იქნება და გზაზე ჩვენსკენ მომავალ გზაზე ვერაფერი შეაფერხებს. იმედია კი არა ყველა ვარიანტში ყველაფერი კარგად უნდა გქონდეს, ჩვენ ფეხი აღარ. უნდა კარგად ვარ, წამოწევთ და იქიდან გელაპარაკებით და ას ძალიან რაღაც თან მინდა რომ პოზაში ვიყო და ფორმაში და ხა მიჩვეული. იქ სკროლავ თან ეგ რაღაც ეს. და ხო კარგად ვჩანვარ, სულ მაგაზე ვფიქრობ თან და აღარ მინდა. ხო კარგად ვჩანვარ. საოცრად. კარგად, შემდეგ კარგად, აბა დროებით. ნახვამდის.